ევროკავშირში საქართველოს გაერთიანება ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს შრომითი უფლებების დაცვას, ადამიანების სიცოცხლის დაცვას სამუშაო გარემოში, როგორც არის მშენებლობები და სხვა ტიპის მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები, ასევე სამუშაო ადგილის დაცვას, როდესაც მენეჯმენტი იცვლება, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იცვლებდნენ თანამშრომლებიც და ევროკავშირში ასევე საქართველოსგან განსხვავებით ბევრად უფრო მეტად არის დაცული ორსული ქალის და საერთოდ ქალის უფლებები სამუშაო გარემოში. და მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში რამდენად მაღალ პოზიციაზეც არ უნდა ვიმუშაო, მაღალ ნაზღაურებადი სამსახური მქონდეს, ბევრად უფრო ნაკლებად არის დაცული ჩემი შრომითი უფლებები, ვიდრე მაგალითად ემიგრანტი დედაჩემის, რომელიც იტალიაში მუშაობდა მომლელად, იმიტომ რომ ბევრად უკეთესი პირობები აქვს, კარგი შვებულება, კარგი ხელფასი, კარგი მე-13 ხელფასი და ასე შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის დიდი პროტესტი ევროკავშირთან დაახლოებაზე ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ უარის თქმამ გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, სად არის კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგად დაცული ყოველდღიური გარემო, მათ შორის კრიმინალისგან და ამაზე ყოველთვის გვახსენდება ხოლმე ევროპა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც არასდროს ყოფილან, ან ცხოვრიათ ან უსწავლიათ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში.